მოგესალმებით ეთერში 100 TV საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიევა გაგაცნობთ. მიხეილ ყაველაშვილი დიპლომატებს ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს. ძვირფასო დიპლომატებო გილოცავთ ქართული დიპლომატიის დღეს. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიონალიზმი და რაც მთავარია სამშობლოსადმი უპირობო ერთგულებაა. დღევანდელი ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით უმნიშვნელოვანესია თქვენი როლი საქართველოს სუვერენიტეტის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვისა და მშვიდობის შენარჩუნებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და წარმატებას გისურვებთ თქვენ საპასუხისმგებლო საქმიანობაში. წამს რომ დიპლომატიური სტანდარტების მტკიცედ დაცვით პირნათლად შეასრულებთ დაგისრებულ მოვალეობას, აღნიშნავს ყაველაშვილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი სიანის მიწვევით შანხაიში ვიზიტს გამართავს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაში, სადაც საქართველოს წელს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. გამოფენაზე 40-ზე მეტი ქართული კომპანია იქნება წარმოდგენილი. კობახიძე შანხაიში დელეგაციას ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქრუიბიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონყულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან. ნათქვამია ინფორმაციაში. იმედი მაქვს, რომ ამ პარტიების ნაციონალური მოძრაობა, ახალი და ძლიერი საქართველო ლელო წარმომადგენლები გამოცხადდებიან სასამართლოში და საკუთარ გასამართლებას თავად დაესწრებიან. ერთადერთი რაც მათ შეუძლიათ თავის სამართლებლად გამოიყენონ არის ის, რომ კიდევ ერთხელ გაგვიმეორონ ქართველ ხალხს ის ტყუილი, რომ სააკაშვილი და მისი რეჟიმი იყო დემოკრატიის შუქურა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განუცხადა. მისივე თქმით, საკონსტიტუციო სარჩელში მოხსენიებული პარტიების წარმომადგენლებს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების მოსმენა კიდევ ერთხელ მოუწევთ. ცნობისთვის, ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით სარჩელი 30 ოქტომბერში აიტანა. მმართველი პარტია მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით ნაციონალური მოძრაობის, ახალის და ძლიერის საქართველო ლელოს არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვს. სწორად და ადეკვატურად არის აღქმული ის, რომ ქართული ოცნების პირობებში ქვეყანა თვით იზოლაციაში ექცევა, თუმცა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ძალიან ბევრი იმუშავა, რომ შეზღუდვები ვიზა ლიბერალიზაციას არ შეხებოდა. ამის შესახებ გახარია საქართველოსთვის დეპუტატმა ტატა ხვედელიადმა ჟურნალისტებთან საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშის მოლოდინებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მწვავეა ის მოწოდებები, რომელიც საერთაშორისო მიმართულებით მომდინარეობს. მისივე თქმით, თუ რომელიმე პოლიტიკოსი ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე საუბრობს, მავნებლობაა. ცნობისთვის, საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნდება. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა 71 წლის აზად ჩილაჩავამ შიმშილობა დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას მისი ადვოკატი მარიკა არევაძე ავრცელებს. არევაძემ ჩილაჩავა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მოინახულა. შემოწრწუნებელი სანახავი იყო, როგორ მოჰყავთ ბებო და კისოსებს მიღმა მის გულზე ჩანს წარწერა გაგრა. აზამ ხნედ არის უშიშრად, როგორც შვევია. დაიწყო შიმშილობა ბევრი თხოვნის მიუხედავად აზრი ვერ შევაცვლებინეთ, აცხადებს ადვოკატი. ცნობისთვის, აზად ჩილაჩავა სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მას გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან. ჩილაჩავა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში აქამდეც იყო მიცემული, თუმცა მას მეშინ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს. 12 ნოემბრიდან ყოველ 4 შაბათ დღეს ჩემს თანაგუნდელებთან ერთად მექნება შეხვედრები მოსახლეობასთან უკვე თბილისის მერიაში 16 საათიდან 18 საათამდე, რაც მომცემს შესაძლებლობას პირისპირ გავესაუბროთ თბილისელებს, რათა არ დარჩეს არც ერთი მოქალაქე, ვინც ვერ ახერხებს ხმის მოწოდენას. ამის შესახებ თბილისის მერმა კახაკალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. მანვე ისაუბრა იმ პასუხისმგებლობაზე, რაც მესამე ვადით დედაქალაქის მართვას ნიშნავს. მანვე აღნიშნა, რომ მისი მხრიდან მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება. ევრონესტი არ არის ერთგვარი კლასის დამრიგებლების გაერთიანება, რომ მეზობელ ქვეყნებს ასწავლონ, როგორ უნდა წარმართონ შიდა პოლიტიკა. ამ შემთხვევაში ევრონესტის დელეგაცია ვერ მიუთითებს ქართულ ხალხს, რა მიმართულებით უნდა წაიყვანოს საკუთარი ქვეყნის განვითარება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სწორია საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაში მონაწილეობა არ მიიღოს. ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რომ პლატფორმა, რომელიც შექმნილია თანამშრომლობისთვის და ამ მიზანს აღარ ემსახურება, ვერ იქნება საინტერესო. ცნობისთვის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატიის სერიოზული უკუსვლა აჩვენა.
შეუძლებელია ვიფიქროთ, რომ თორნიკე რიჟვაძეს ერთი სული აქვს საქართველოში ჩამოვიდეს და ჟურნალისტებს ელაპარაკოს. შეუძლებელია მას ჰქონდეს წარმოდგენა, რომ ვინმე საშუალებას მისცემს მედიასთან ელაპარაკოს ისე, რომ არ დასჯიან და პირდაპირ ციხის გზას არ გაუყენებენ. ამის შესახებ თავისუფლების მოედნის გენერალურმა მდივანმა ბაკურ კვაშილავამ პალიტრანიუსის გადაცემაში დღის ნიუს რომი განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პოლიტიკოს მურმან დუმბაძის განცხადებას, რომ ქართული ოცნება აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს საზღვრის გადმოკვეთის უფლებას არ აძლევს. მისი თქმით, შეუძლებელია საქართველოში დაბრუნება გინდოდეს და არ გეშინოდეს იმ დამსჯელი მანქანის, რომელიც დღეს ივანიშვილს ემსახურება. მისი თქმით, ქართულ ოცნებაში მიმდინარეობს ერთმანეთზე ნადირობა, კანიბალიზმი, თანხების გამოძალვა და პარტია ისე დასუსტებული, როგორც ალბათ აქამდე არასდროს ყოფილა. მან ასევე შეაფასა ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების და მათთან დაკავშირებული პირების ჩხრეკების შედეგად დაახლოებით 20 მილიონი ლარია ამოღებული, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში მიექცევა და აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით ამ თანხაზე მინიმუმ 10 ჯერ და 15 ჯერ მეტია ამოღებული. კვაშილავა ფიქრობს, რომ ეს თანხები არა სახელმწიფოს ბიუჯეტში, არამედ შავ ანგარიშზე წავიდოდა. ის აქციებზე საუბრისას ასევე შეეხო გაგრიდან დევნილი. 71 წლის აზატ შილაჩავას დაკავებასაც და განაცხადა, რომ ეს ფაქტი აჩვენებს რეჟიმის მახინჯ და ამაზრზე სახეს. გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით 7 ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 ნოემბერს კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით 17-19 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით 19-21 გრადუსი დაფიქსირდება. სომხეთში საქართველოს საზღვრიდან 6 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით მიწისძვრის სიმძლავრე 4.7 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრა თბილისის დროით 19 საათსა და 59 წუთზე დაფიქსირდა. სოციალურ ქსელში მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ბიძგები საქართველოში, მათ შორის თბილისშიც იგრძნობოდა. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები დასავლეთის სანქციების მიუხედავად აგრძელებს განვითარებას და ყველაზე მაღალ დონეზეა. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ალი ციანთან ქალაქ ხანგჭოუში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები მრავალ საუკუნოვან ისტორიაში უმაღლეს დონეზეა და დინამიურად აგრძელებს განვითარებას ყველა სფეროში, სხვადასხვა დაბრკოლებისა და დასავლეთის უკანონო სანქციების მიუხედავად, განაცხადა რუსეთის პრემიერმა. მისი თქმით, რუსეთი მზადაა გაზარდოს ადგილობრივი წარმოების საკვები პროდუქტების მიწოდება, რომლებიც პოპულარული გახდა ჩინეთის მაცხოვრებლებში. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ევროპას შესთავაზა საბრძოლო მასალა სერბეთის თავდაცვის ინდუსტრიისგან შეიძინოს და განაცხადა, რომ სერბული იარაღის უკრაინაში გადაცემის იდეის წინააღმდეგი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ არ მინდა ისეთი შთაბეჭდილება დავტოვა, თითქოს მეომარი მხარეებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას ვახდენთ, ევროპას საბრძოლო მასალა სჭირდება. შეთავაზა ჩვენს მეგობრებს ევროპაში, რომ შეთანხმება დადონ და ჩვენგან ყველაფერი შეიძინონ. ეს ევროპის უსაფრთხოებისთვის ფენომენალური წვლილი იქნება, აღნიშნა ვუჩიჩმა. მისი თქმით, სერბეთის საწყობები სავსეა საბრძოლო მასალით, განსაკუთრებით ნაღმხორცნების ჭურვებით. უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა რუსეთში სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. გენშტაბში განმარტავენ, რომ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ერთ-ერთი უძველესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. 2023 წლის მონაცემებით მისი გადამუშავების სიმძლავრე 4.8 მილიონი ტონა იყო. ქარხანა რუსეთის შეიარაღებული ძალების საჭიროებების დაკმაყოფილებით არის დაკავებული. ამასთან გენშტაბის ცნობით ხანძრის შედეგად დროებით ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში რუსეთის ლოჯისტიკური ობიექტები დაზიანდა. დაზიანდა ლოჯისტიკური, საწვავისა და საყოხი მასალების საწყობები. თავდაცვის ძალები თანმიმდევრულად ახორციელებენ სხვადასხვა ზომებს ტერორისტული სახელმწიფოს სამხედრო სამრეწველო ბაზის კრიტიკული ელემენტების განადგურების მიზნით, რათა მას აგრესიის გაგრძელების შესაძლებლობა წაერთვას, ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში. ავღანეთში მომხდარი 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა უცამდე გაიზარდა. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მაზარ-ე-შარიფთან ახლოს 28 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ავღანეთის თალიბანის მთავრობის ჯანდაცვის სამინისტროს პრესპიკერის თქმით, დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 20 შეადგენს, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 320 აღწევს. ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, რადგან სამაშველო ჯგუფები ყველაზე დაზარალებული პროვინციების შორეულ სოფლებში ჩადიან. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.